მოვიდით Mercedes-Benz-ის მუზეუმში შტუტგარტში და უნდა დავათვალიეროთ როგორია შიგნიდან. მუზეუმში ექსპონატების დათვალიერებისას ადიხარ ბოლო სართულზე და მოყვები ისტორიას, ყველაზე ძველი მოდელებიდან უახლეს მოდელებამდე. ბილეთის ფასი არის 16 ევრო და შედის ასევე აუდიო გიდი, რომელიც რამდენიმე ენაზე გაწვდით ინფორმაციას ექსპონატების შესახებ. მუზეუმის შენობა 9 სართულიანია და თითოეული სართული მანქანის ისტორიის ახალ ეპოქას აჩვენებს. აქ ინახება ასევე პირველი ავტომობილი, რომელიც კარლ ბენცმა შექმნა 1886 წელს და აქედან დაიწყო ყველაფერი. მუზეუმში ნახავთ 160-ზე მეტ ექსპონატს, ძველი კლასიკებიდან დაწყებული თანამედროვე სუპერ ავტომობილებამდე. ეს კონკრეტული ავტომობილი კი ალბათ ბევრ თქვენგანს ჩემსავით გაგახსენებთ ლეგენდარულ სცენას ფილმ ტიტანიკიდან. აქ უფრო კარგად ხვდები, რომ Mercedes-Benz მხოლოდ მანქანების ბრენდი არ არის. ის სიმბოლოა გერმანიის ინოვაციის, ტექნოლოგიისა და ხარისხის. მუზეუმში დეტალურად არის ნაჩვენები, როგორ გახდა ეს ბრენდი გლობალური. თუ ძველი მანქანები გიყვარს, აქ ნახავ ისეთ მოდელებს, რომლებიც თავის დროზე საოცრებად ითვლებოდა. მაგალითად, 1950-იანი წლების Gullwing მოდელი თავისი კარებით, რომელიც ზემოთ იღება. ეს მანქანა დღესაც ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მანქანად ითვლება. ასევე ნახავ ლიმუზინებს, რომლებსაც ცნობილი ადამიანები, პოლიტიკოსები და ვარსკვლავები მართავდნენ. მუზეუმი ძალიან თანამედროვეა, აქ შეგიძლია არა მხოლოდ უყურო მანქანებს, არამედ ჩაჯდე მათში, გადაიღო ფოტოები, სცადო ინტერაქტიული მონიტორები. ბავშვებისთვისაც სპეციალური ზონებია, სადაც თამაშით სწავლობენ, როგორ მუშაობს ძრავი ან რატომ არის უსაფრთხოება ასეთი მნიშვნელოვანი. აი მართლა შოკირებული ვარ. ეს ადგილია, რომელიც შტუტგარტში აუცილებლად უნდა ნახოთ. ყველაფერი ლამაზია და თან აქ შევხვდებით, აი Mercedes-ის აბსოლუტურად ყველა მოდელს, ყველაფერი რაც კი შევქმნიათ. უბრალოდ შეხედეთ, რამდენად ლამაზი, უნიკალური და განსხვავებულია. Mercedes ვფიქრობდი მანქანების მუზეუმი ზოგადადად ძალიან თულა მეწონებოდა, მაგრამ აი ეს უნდა ნახოთ უბრალოდ. თუ შტუტგარტში მოხვდებით, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ აქ. მუზეუმი ძალიან ფოტოგენურია, ამიტომ გერჩევთ თან იქონიოთ ფოტოაპარატი ან მობილური, რომელიც კარგი ხარისხის ფოტოებს გადაიღებს. ფორმულა 1-ის ფანებო ეს ადგილი კი ნამდვილად თქვენთვისაა. აქ ინახება მანქანები, რომლითაც Mercedes-ი ჩემპიონი გახდა, ლუის ჰამილტონის, ნიკო როსბერგის და სხვების მანქანები. შეიძლება ითქვას, მთელი სპორტული ისტორია ერთ სივრცეშია შეგროვებული. მართლა წაშოქშო. ესეთი სილამაზე დიდი ხანი არ მინახავს. ბოლოს, ეს არ არის მხოლოდ მანქანები, ეს არის ისტორია, ინოვაცია და ემოცია ერთ სივრცეში.